მოგესალმებით, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია საკვანძო ფიგურა იქნება რევოლუციური ცვლილებები ნაპოლიში. გიორგი მამარდაშვილის მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა, მოგერიებული პენალტი და მორიგი უგოლო მატჩი. პირველად 29 წლის შემდეგ მიქაუტაძის კიდევ ერთი მიღწევა. ერთგულ მაყურებელს კი ვიდეოს მოწონება არ ავიწყდება, ამიტომ შევეცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ამასთან ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე 55000 გამომწერია. არ დაიზარო არხის გამოწერა, მე კი გპირდები რომ საინტერესო ინფორმაციებს არ მოგაკლებთ. მადლობა მეგობარო, თუ ეს ორი პატარა თხონა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. აღმოაჩინე ქართველი ტალანტი. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაგაცნოთ 14 წლის მეკარე ჯემუკა გელაშვილი. ეს მეკარე თამაშობს იბერია 2017-ში. მისი მწვრთნელი კი კეკე ხვისტიანი გახლავთ. მისი საფეხბურთო შესაძლებლობებიდან უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვარჩიო მისი რეაქცია, რომელსაც ის დარტყმის მომენტში ავლენს. მას შეუძლია რეაგირება მოახდინოს ისეთ ბურთზე, რომელიც კალისკენ ასხრეტით ხვდება. ამასთან ერთად მას არ უჭირს პენალტების მოგერიება. ამასთან ის ირჩევს სწორ პოზიციებს და შეტევის შესაჩერებლად კარიდან დროულად გამოდის. ერთი სიტყვით ჯემუკას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც თუ შრომას და განვითარებას არ შეწყვეტს, დიდი ფეხბურთის თამაშსაც შეძლებს. მე კი ჯემუკას მინდა ვმიმართო, რომ არ დანებდეს და ბრძოლა გააგრძელოს, რადგან როგორც გავიგე ამ ეტაპზე მას მოტივაციის პრობლემა აქვს. ამიტომ ყველასთან თხოვნა მაქვს, რომ კომენტარებში დავწეროთ #არდანებდეჯემუკა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პატარა მეკარის მოტივირებაში. გიორგი მამარდაშვილის მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა, მოგერიებული პენალტი და მორიგი უგოლო მატჩი. ესპანეთის ლა ლიგის 31 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სტუმრად ოსასუნას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი კი ტრადიციულად ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სასიხარულოა, რომ ღამურებში ყოფნის პერიოდში პირველად თავის გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაუძღვა. მამარდაშვილის კაპიტნობით კი ვალენსიამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ამასთან ერთად ქართველმა მეკარე მიმდინარე სეზონში მე-12 შეძლო კარის მშრალად შენახვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამარდაშვილის კარის მიმართულებით პენალტის დაინიშნა, რომლის შესრულებას ბუდიმირს ანდეს, თუმცა ხორვატმა შემტევმა დარტყმა უცნაურად შეასრულა და ქართველ მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. შეხვედრის შემდეგ კი გიორგიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა. მნიშვნელოვანი თამაში ჩემთვის. საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი როგორიც ვალენსია. სამი ქულა და მშრალი კარი. მადლობა გულშემატკივრობისთვის, ამბობს გიორგი მამარდაშვილი. აღსანიშნავია, რომ საქებარი სიტყვები არც ოსასუნას თავკაცმა ხაგო ბარასატემ დაიშურა, რომელიც გიორგიზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. ბუდიმირს გადაწყვეტილი ჰქონდა თუ რომელ კუთხეში უნდა დაერტყა. ვალენსიას მეკარემ კი გამოიცნო, რას აპირებდა და ანტემ ბოლო მომენტში მიმართულების შეცვლას სცადა, რამაც საბოლოოდ ეს შედეგი მოიტანა, თუმცა საბოდიშო არაფერი აქვს. 97 წუთზე, როცა შენ წინააღმდეგ ასეთი კარგი და მაღალი მეკარე დგას, კარი პატარავდება, ამბობს არასატე. ნაპოლიში კრიზისი გრძელდება, თუმცა კვარაცხელიას დიდებულ მატჩს უყალოდ არ ჩაუვლია. სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის თავს. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ფროზინონეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ნაპოლის რიგებიდან კი საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელია მიიღო. ქართველმა გარემარბმა სტატისტიკური გვერდისგან 8.8 ქულა დაიმსახურა, რითიც საკუთარი გუნდის რიგებში ყველას აჯობა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის კვარაცხელია საშუალო შეფასება გაზრდილია და იტალიის ჩემპიონატის მეორე საუკეთესო ფეხბურთელია. ამ მომენტისთვის კი იტალიის ჩემპიონატის ტოპ 10 ფეხბურთელის სია საშუალო შეფასებების მიხედვით მსგავსად გამოიყურება, სადაც ქართველი ფეხბურთელის შთამბეჭდავის სტატისტიკა ნათლად ჩანს. თუმცა სამწუხაროდ იგივეს თქმა ნაპოლიზე არ შეგვიძლია, რადგან პარტენოპეი მორიგი შანსი დაკარგა, რათა მის კონკურენტთან ბოლონიასთან ჩამორჩენა შეემცირებინა. ამ რეალობიდან გამომდინარე კი არსებობს უკვე დიდი შანსი იმისა, რომ მომავალ სეზონში ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილოთ. ამასთან ერთად კი შესაძლოა კლუბი ევროტურნირების გარეშეც დარჩეს. ამ გადმოსახედიდან კი ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად ისმის შეკითხვა, დარჩება თუ არა კვარაცხელია ნაპოლიში. ოსიმენისა და კვარაცხელიას განშორება. გავლენიანი იტალიური გაზეთი ლა გაზეტა დელო სპორტი დღევანდელ გამოცემაში ვიქტორ ოსიმენისა და კვარაცხელიას მომავალზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. ზაფხული ოსიმენთან განშორების პერიოდი იქნება. ნაპოლის პრეზიდენტმა ნიგერიელს გამოსასყიდ თანხა 130 მილიონი ჩაუწერა, რაც ჩელსისთვის და პარის სენ-ჟერმენისთვის მისაღები თანხა. თავის მხრივ ნაპოლი უკვე ეძებს ოსიმენის შემცველს და მის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ლილის შემტევი დევიდი და ფეინორდის თავდამსხმელი ხიმენესი არიან. რაც შეეხება კვარაცხელიას, სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საბოლოოდ მორჩება და ქართველი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ეს კი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ხელმძღვანელები შეეცდებიან, რომ ბირთვი კვარაცხელიას გარშემო აშენონ, წერია გამოცემაში. ცნობისთვის ევროპულ მედიაში იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეძენით ბარსა და პესეჟი არიან დაინტერესებულები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პესეჟი მზადაა ნაპოლიდან კვარაცხელიას და ოსიმენით შეიძინოს და საერთო ჯამში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა ჯერჯერობით ამ ყველაფერს ოფიციალურად
ოფიციალური სახე არ მისემია. ოსიმენის პროტესტი და გაბრაზებული ნაპოლის ფანები. ფროზინონესთან ვერ მოგებული შეხვედრის შემდეგ ვიქტორ ოსიმენის შესახებ იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ შეხვედრის შემდეგ ნაპოლის ფეხბურთელები ტრადიციულად გულშემატკივრებთან გაეშუნენ და ბოდიში მოუხადეს. თუმცა დაზნის ჟურნალისტი უწყება, რომ ფეხბურთელებს შორის არ ყოფილა ოსიმენი, რომელიც მატჩის დასრულებისთანავე გასახდელისკენ გაეშურა. ამ ფაქტმა კი ნაპოლის ქომაგების გაბრაზება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ოსიმენი ზაფხულში გუნდს დატოვებს და როგორც იწერება, მას თანაგუნდელებთან უკვე ხშირი კონტაქტი აღარ აქვს. მისი ეს ჟესტი კი ამის ნათელი მაგალითია. ამიტომ როგორც ჩანს, ნაპოლიში ქეიოს დუეტი ბოლო სეზონს ატარებს. ნაპოლის ძალიან მალე ახალი თავკაცი ეყოლება. კონტე იტალიანო თუ პიოლი. აურელიო დე ლაურენტისი და მისი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. უპირველეს ყოვლისა კი გუნდმა ახალი სპორტული დირექტორის ამბავი მოაგვარა. კერძოდ ჟოვანი მანასთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. იტალიელი მენეჯერი კი პარტენოპეის იუვენტუსიდან შეუერთდება. რაც შეეხება ახალ თავკაცს, სიაში 3 კანდიდატურა. ნაპოლის პრეზიდენტის დიდი ხნის ოცნებაა, რომ ნაპოლი ანტონიო კონტემ ჩაიბაროს, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. ამის მიზეზი კი იტალიელი სპეციალისტის მკაცრი უარია. ბოლო 1 წელიწადში მხარეებს შორის უამრავი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონტეს პოზიცია უცვლელია. ამის მიუხედავად დე ლაურენტისი დანებებას არ აპირებს და ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება კონტესთან შეთანხმებას. პოტენციური მწვრთნელების სიაშია ვინჩენცო იტალიანოც, რომელიც სეზონის ბოლოს ფიორენტინას დატოვებს. ყველაზე მარტივი კი ამ სპეციალისტის მოყვანა, მაგრამ დე ლაურენტისი ჯერჯერობით არ ჩქარობს. და ბოლო კანდიდატია სტეფანო პიოლია, რომლის საქმეებიც მილანში არც ისე კარგად მიდის. 58 წლის იტალიელის მომავალი თავიდან ბოლომდე ევროპა ლიგაზე მიღწეულ წარმატებაზე და დერბი დე ლა მადონინაში ინტერთან ნაჩვენებს შედეგზეა დამოკიდებული. ხოლო როგორც იტალიურ პრესაში იწერება, პიოლის მილანში დარჩენის შანსი 50-50-ზეა და ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება. ამ სიტუაციას კი დე ლაურენტისი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდება. კონტეს შემდეგ კი ყველაზე რეალური ვარიანტი სწორედ სტეფანო პიოლის კანდიდატურაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კვარაცხელიას აკვანძო ფიგურა იქნება რევოლუციური ცვლილებები ნაპოლიში. კვარაცხელიას ნაპოლი მომავალი სეზონიდან ფაქტიურად ახალი გუნდი იქნება. როგორც ფუტბალ იტალია წერს, ნაპოლი კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. აურელიო დე ლაურენტისი კი მის დარწმუნებას აქტიურად ცდილობს და სთავაზობს ისეთ საფეხბურთო პროექტს, რის მთავარ როლშიც კვარაცხელია იქნება. ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორის ჟოვანი მანას აზრით, გუნდში 3 საკვანძო ფიგურა იქნება. ესენი კი არიან ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო და სტანისლავ ლობოტკა. თუმცა მათ დიდი ალბათობით ახალი თავკაცი ეყოლებათ. ნაპოლის ამ შემადგენლობიდან მომავალ სეზონში ბევრს ვეღარ ვიხილავთ. ნაპოლიში კი თვლიან, რომ გუნდის გაძლიერება უკანა ხაზიდან უნდა დაიწყონ. ამიტომ მათ გეგმაში 2 ცენტრალური მცველის დამატება. სავარაუდო კანდიდატები კი ლუკას მარტინესი, დავინ ჰანსკო და მარიო ერმოსო არიან. შუახაში ზელენსკის ნაცვლად შახტარის წევრი გეორგი სუდაკოვი მოიაზრება, ხოლო შეტევაში ვიქტორ ოსიმენის შესაძლოა ჯონათან დევიდმა ანაც სანტიაგო ხიმენესმა ჩაანაცვლონ. შესაბამისად მომავალი სეზონიდან სრულიად განსხვავებულ ნაპოლის ვიხილავთ. ამიტომ ნახოთ იქნება თუ არა ამ პროექტის ნაწილი კვარაცხელია. და მოვიდა დრო, რათა გავიგოთ თუ რა ხდება მსოფლიო ფეხბურთში. დონარუმას გაშვებას აპირებენ. მამარდაშვილი პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირეს. უკან ნაპოლიში კი მას შესაძლოა ისევ იტალიაში ითამაშოს. დარჩენა არ დაჩენი საკითხი. კატალონიის ბარსელონა ჩავის დაყოლიება შეეცდება. მე კი შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოში ჩვენი მიზანი 2000 მოწონება, რის შემდეგაც ახალ ვიდეოს ძალიან მალე შემოგთავაზებთ. დარჩენა არ დაჩენი საკითხი. კატალონიის ბარსელონა ჩავის დაყოლიება შეეცდება. კატალონიის ბარსელონა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩავი დარჩენაში დაარწმუნოს. კლუბში ძალიან მოწონთხავის მუშაობა. გუნდი ძალიან კმაყოფილია თუ როგორ ურთიერთობს ის ახალგაზრდებთან და როგორი პროგრესი აჩვენა კატალონიურმა კლუბმა. თუმცა ჩავის წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება. მაგრამ დიარიო სპორტის ცნობით ბარსა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩავი დარჩეს და პროექტი გააგრძელოს. ბარსას პრეზიდენტი ჟუან ლაპორტა კი ჩავიზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან გადაწყვეტილებას გადახედოს. ახლა კი მას ჩავისთან სიღრმისეული საუბარი სურს, რათა ის დარჩენაში დაარწმუნოს. აღსანიშნავია, რომ ჩავის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 21 აპრილს ელ კლასიკოს შემდეგ მოუწევს. ამიტომ შესაძლოა, რომ ამ შეხვედრამ ხავის მომავალზე დიდი გავლენა იქონიოს. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. უკან ნაპოლიში კი მას შესაძლოა ისევ იტალიაში ითამაშოს. კვარაცხელიას ნაპოლი მიუნხენის ბაიერნიდან სამხრეთ კორეელი კიმინჯეს დასაბრუნებლად ემზადება. ამ მოულოდნელ ინფორმაციას კი კალჩო ნაპოლი 24 ავრცელებს. მოგეხსენებათ 27 წლის აზიელი მცველი გერმანულ გრანჩი გასული წლის ზაფხულში 50 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადაბარგდა. თუმცა მან გერმანელების იმედები ვერ გაამართლა. კიმი თავიდან სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა ბოლო პერიოდია ძირითადად სათადარიგო და სკამზეზის. სწორედ ამიტომ ნაპოლიში იმედოვნებენ, რომ მიუნხენის ბაიერნი კიმინჯეს გაშვებას დათანხმდება. ცხადი ამ ეტაპზე საუბარია იჯარაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ნაპოლის საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მაინც
მოუწევს, რადგანაც სამხრეთ კორეელი ლეგიონერი მიუნხენში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს იღებს. ამიტომ ნახოთ, გაიღებს თუ არა პარტენოპეის სამხრეთ კორეელი ფეხბურთელისთვის ამხელა ხელფასს. სად გააგრძელებს კარიერას მამარდაშვილი? მისი მომავალი გადაწყდა. ვალენსიას ფაქტიურად გიორგის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს. გუნდის პრეზიდენტი პიტერ ლიმი კი ამ ყველაფერს სისრულეში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოიყვანს. თუმცა თუ სად გააგრძელებს გიორგი კარიერას, ამასთან დაკავშირებით მრავალი ინფორმაცია ვრცელდება. ცოტა ხნის წინ კი პრესაში პარიზული კლუბის ვარიანტმაც გაიჟღერა. პარის სენ-ჟერმენი ჯან ლუიჯი დონარუმას გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილო არიან შეცდომებით, რომლებიც იტალიელმა მეკარემ გადამწყვეტ მომენტებში დაუშვა. პარიზული კლუბი კი მომავალი სეზონიდან მბაპეს გარეშე ახალი საფეხბურთო პროექტის ჩამოყალიბებას იწყებს. შესაბამისად, მათ ყველა პოზიციის გაძლიერება სურთ. ერთ-ერთი პოზიცია კი სწორედ მეკარე გახლავთ. დონარუმა საკმაოდ არადამაჯერებელი და არასახარბიელო ფორმიდან გამომდინარე, PSG მის სავარაუდო შემცვლელის პოვნაც დაიწყო და ფიჩახესის ინფორმაციით 3 კანდიდატი ყავთ შერჩეული. პარიზული გრანდის სიაში კი დიოგო კუშტა, მაიკ მენიო და გიორგი მამარდაშვილი არიან. ესპანური გამოცემა წერს, რომ მამარდა ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მისი გამოსაწყიდი თანხა 40 მილიონი ევროდან დაიწყება. როგორც ირკვევა, დონარუმას გაშვების წინააღმდეგი არც გუნდის თავკაცი ლუის ენრიკეა, მაგრამ პარის სენ-ჟერმენის ხელმძღვანელები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და კონკრეტულ ნაბიჯებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგ გადადგამენ. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. თუ მოგეწონათ ვიდეო, თხოვნაა დააჭირო მოწონების ღილაკს და ასევე გამოიწერო არხი. დაეხმარი არს განვითარებაში, მე კი გპირდები, რომ საინტერესო ინფორმაციებს არ მოგაკლებთ. მადლობა მეგობარო, თუ ვიდეოს ბოლომდე უყურე და მომავალ შეხვედრამდე.